მოკლედ მინდა რომ დაგიმტკიცო რატო არ მჯერა რომ ღმერთი არსებობს. ხო, აი ვიმჟელოთ. აი რატო ფიქრობ რომ პირველი შეკითხვა მაქვს რატო გონია რომ ღმერთი არსებობს. რა ვიცი, აი ბევრი მიზეზის გამო, მაგალითად სამყაროს წარმოშობა ეს ერთი მიზეზი, მე სამყაროს ოკეი, ანუ იმის გჯერა რომ ძალიან უნივერსი ღმერთმა შექმნა. ხო, კი. კაი. და ანუ მაშინ ღმერთს ანუ უნივერსი იქნება და არ ჭირდება შემქმნელი, ანუ რატო უნდა ყავდეს უეჭველი შემქმნელი? და სამყაროს იმიტომ უნდა ყავდეს შემქმნელი ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ გვაქვს უამრავი მეცნიერული და ფილოსოფიური ევიდენსი, რატომაც სამყაროს აქვს დასაწყისი და არ არის უსასრულო წარსულში. ფილოსოფიური არგუმენტი რომ მოვიყვანო, სამყარო რო უსასრულო იყოს, მაშინ სამყაროს აქვს გამოდის უსასრულო წარსული. სამყაროს თუ უსასრულო წარსული აქვს, დღევანდელ დღემდე მე და შენ რომ მოსულიყავით, უნდა გადაველახა წარსულში მომხდარი უსასრულო რაოდენობის მოვლენები. და რაც არის ფალასი დროში ვერც ერთ წერტილამდე ვერ მიხვიდოდი აწყვავდა, იმიტომ რომ უსასრულო წარსული გაქვს გადასალახავი. ხო ხვდები და ამიტომ უამრავი ფალასი კიდე რა ვიცი ხა ჰილბერტის სასტუმროების ნომრების პარადოქსი და რაღაცა ეს ფილოსოფიური არგუმენტები და ჩვენ შეგვიძლია მეცნიერული არგუმენტების ვთქვათ რა სამყაროს რო დასაწყისი აქვს. ეს არის ყველაზე კარგი ჩემი აზრით თერმოდინამიკის მეორე კანონი, ის რომ ზოგადად სამყაროში, ანუ სისტემაში, სისტემის ენერგია დისპერსირდება და უფრო ნაკლებად სასარგებლო ფორმაში გადადის. ანუ რას ნიშნავს ეს? რომ ანუ ენტროპია სამყაროში იზრდება, დახურულ სისტემაში ენტროპია იზრდება და ანუ საბოლოოდ მიემართება თერმოდინამიკული წონასწორობისკენ. ამას თერმოდინამიკურ ციკლს უწოდებენ. რადგან სამყაროს ენტროპია ჯერ მაქსიმალური არ არის, მე მიგვანიშნებს რომ სამყარო არ არის უსასრულოდ ძველი, თორე მაშინ ენტროპია იქნებოდა მაქსიმალური და სამყარო იქნებოდა თერმოდინამიკურ ციკლში, ანუ ენერგია თანაბრად გადანაწილდებოდა და აღარ იქნებოდა არანაირი აქტიური პროცესი, არც ტემპერატურის სვლა, არც ვარსკვლავები, ანუ სიცოცხლე აღარ იქნებოდა. აი წარმოიდგინე მარტივად რო აღხსნა მიცა. წარმოიდგინე დახურული ბატარეა, რომელსაც ენერგია ეცლება რა, ენერგიას კარგავს. თუ ეს ბატარეა, ანუ კი ჯერ კიდევ გამოიმუშავებს მუხტს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ უსასრულოდ ძველი არ არის ეს ბატარეა, ხო? იმიტომ რომ რადგან ენერგიას ჯერ კიდევ გამოიმუშავებს და ანუ შენ ეგონია რომ რადგან ჩვენ უნივერსში რაღაც ენერგია, უეჭველი რაღაც უნდა აწევდეს? აი ნახე შეხედე, ანუ რა ხდება სამყაროში რა, ანუ ზოგადად ენერგია მაღალი კონცენტრაციიდან მიემართება დაბალი კონცენტრაციისკენ რა. ანუ ეს რა ნიშნავს? როგორ გეტყვი? აი მაგალითად პირველი კანონია რომ ენერგია არ იკარგება, უბრალოდ კი ბატონო, ოღონდ ეგ არის თერმოდინამიკის პირველი კანონი. ოღონდ თერმოდინამიკის პირველი კანონი არ მთავრდება, მან უნდა გადახვიდე თერმოდინამიკის მეორე კანონიც უნდა იცოდე აუცილებლად. თერმოდინამიკის მეორე კანონი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ენერგია არ იქმნება და არ იკარგება, ანუ მისი გამოყენებადობა მცირე, ანუ მისი გამოყენების ფორმა ქრება, ანუ გამოყენებადი აღარ იქნება ენერგია. მაგალითს მოვყვან. მაგალითად ჩვენ ენერგია და მე გადავიტან ამას კონცენტრაციებზე შეხედე, ანუ რო გქონდეს ოთახი რა და ოთახში რომ ითოს ცეცხლი. ეს ცეცხლი არის ენერგია არის ერთ კონცენტრაციაში, მაღალ კონცენტრაციაში და ცეცხლია და ამ ცეცხლით შეგიძლია რაღაცა სამუშაო შეასრულო, ხო, რაღაც გამოიშვი, მაგრამ ცეცხლი რო ჩააქრო, ენერგია არ იკარგება, მაგრამ მიმოიფანტება. ანუ ეს არის, ეგ არის, ეგ ზუსტად არის, ეს არის ენტროპია, ხო? მიმოიფანტა ის ცეცხლი ოთახში და ანუ იმ ცეცხლით რა სამუშაოსაც ასრულებდი, ვეღარ სრულდება. მაგალითად, ყავა ცხელი როა, ენერგია არის კონცენტრირებული, მე რო ყავა რო გაცივდება, მიმოიფანტა ენერგიას აღარ აქვს, ისა რა ქვია, შესრული, ანუ გამოყენების ფორმა აღარ აქვს, ხო ხვდები და ანალოგიურად არის სამყაროში მიმდინარე პროცესები. მაღალი კონცენტრაციიდან გადადის დაბალ კონცენტრაციაში და საბოლოოდ მივა იმ დონემდე, რომ ენერგიის გამოყენების ფორმა იქნება სრულიად აღარ იარსებობს. ანუ სამყარო იქნება თერმოდინამიკულ წონასწორობაში რა. ანუ მაგას იძახის თერმოდინამიკის მეორე კანონი, ხო ხვდები და პრობლემა ეგრანაირი შედარება, ანუ შენ ხა ცეცხლი ზუსტი შედარება, შეხედე ცეცხლი არის ენერგია, ხო? ანუ ენერგია არის ერთ კონცენტრაციაში. ანუ ჩვენ ეს არის, ანუ ცეცხლი არის სიტყვაზე სადღაც ვარ ცივა და ვიყინები რა, ეს ცეცხლი მათბობს, ხო? ანუ სიცოცხლეს მინარჩუნებს რა, ისე ტემპერატურაში რომ ცეცხლი მინარჩუნებს სიცოცხლეს. ეს ცეცხლი რო ჩაქრეს, ენერგია ხო არ იკარგება, შენ თვითონ თქვი რომ ენერგია არ იქნება და არ იკარგება, ხო? ენერგია არ დაკარგულა, მაგრამ მე მაინც გავიყინები და მაინც მოკვდები, რატო ვკვდები?
იმიტომ ყვდები რომ ენერგია ზუსტად ენტროპია გაიზარდა ხვდები ანუ ეგ არეულობა სისტემაში ეგ გაიზარდა ანუ მიმოიფანტა აი ეს ენერგია ისე გამოიფანტა რომ ენერგიას გამოყენების ფორმა აღარ აქვს ანუ ეგ რატო არ მოქმედებს იცი იმიტომ რომ მაგალითად როგორც არის ცეცხლი რო აინთოს რაღაც ენერგია უნდა მაგალითად ხე რო იწვის ეგ ათბობს და ხე გადადის მერე სითბოში არა ხე სხვა რაღაც გეუბნები ნახე შეხედე ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ენერგიაზე როდესაც საუბრობთ ამ შემთხვევაში ყურადღებას ვამახვილებთ არა მატერიაზე რაც ენერგიის მისაღებად არის საჭირო არამედ თვითონ ენერგიის ფუნქციაზე ანუ ამ ეს ენერგია რა ფუნქციას ასრულებს თორე ასე ცალკე ენერგია ხო რაში უჭირდება მივხვდი ანუ შენ ამბობ თუ ცეცხლი და მაგათა ჩააქრობ ის ენერგია აღარ არის მაგრამ ის ენერგია აღარ არის არა მაგას არ ვამბობ ენერგია არის ენერგია ხო არ ქრება ენერგია არის მაგრამ მე აღარ გამათბობ ხო და მაგას ხო აწვევი რომ ენერგია არ ქრება ხო და მეც გეთანხმები არ ქრება გამოყენების ფორმა მცირდება გამოყენების ანუ ენერგია ერთი ფორმიდან გადადის ნაკლებად სასარგებლო ფორმაში და საბოლოოდ გადადის ისეთ ფორმაში რაც სრულიად გამოუყენებელი ანუ სრულ წონასწორობაში ანუ გარდა იმისა რომ აქტიური პროცესი აღარ იქნება ანუ ტემპერატურის ცვლილება ასევე აღარ იქნება ის ენერგია რაც სიცოცხლის შექმნისთვის არის საჭირო ანუ თერმოდინამიკური წონასწორობისკენ მიემართება ანუ ხო მაგრამ ნახე ყველა ის დაბალანსებულია რომ მაგალითად გაქვს ცეცხლი ანთებული ხო ხო და აი ეგ ცეცხლი რო ჩააქრო მაგალითად ის ხე რაც იწოდა ხო ეგ ხე აღარ დაიწובה და ეგ ენერგია აღარ დაიწובה ხე რა შუაში ეგ ხო უბრალოდ ცეცხლი ეს არ აინთება გაზი ან რაღაცა ხო და მაშინ ეგ გაზი აღარ დაიწובה აი გეხოთები პატარა ზმო ნახე გონება დაძაბი რას გეუბნები სხვა მარტივ რაღაცას გეუბნები რა ჩვენ ვიძახით ეს ამის რომ ენერგია არ ქრება და აი მოყვები ხა მაგაზე მიუხედავად იმისა რომ ენერგია არ ქრება ეს იმას არ ნიშნავს რომ იმიტომ რომ ენერგია არ ქრება ამიტომ სამყაროს ყოველთვის ექნება ის რაც სიცოცხლის ის ენერგია რაც არის სიცოცხლის საჭირო არ ექნება და მაგას გიხსნი რომ მიუხედავად იმისა რომ ენერგია არ ქრება ცეცხლი რომელიც იმ სიცივოში სიცოცხლეს მინარჩუნებდა ეგ ცეცხლი რომ ჩაქრება ენერგია კი არ გამქრალა უბრალოდ გაიზარდა ენტროპია ანუ მიმოიფანტა ეს მიმოფანტულობა ეს არეულობა იზრდება სისტემაში არის ნახე ენერგია როგორი თემა ანუ ენერგიას აქვს მოწესრიგებულობა, ანუ ესეთ თვისება, როცა არის მოწესრიგებული და აქვს უწესრიგო მდგომარეობა. როდესაც არის ენერგია უწესრიგო მდგომარეობაში, ენერგია გამოსაყენებელი აღარ ანუ იმ ენერგიას ვეღარ გამოვიყენებთ რა. მაგალითად, აი ცხელყავას როსვამ, ის ცხელიყავა ხო ენერგია ხო არ ქრება, მაგრამ უწესრიგობა იზრდება, სო მიმოიფანტა ის ენერგია მორჩა ხო? ანალოგიურად ხდება სამყაროში, ანუ თერმოდინამიკის მეორე კანონი მაგას იძახის, რომ სამყარო თანდათანობით მიემართება, ანუ მიემართებას რო დავიდე, მიემართება დასკვნად, თორე ეს რამის იძახის, რომ იზრდება ენტროპია მუდმივად და ანუ სამყარო მიემართებას სადამდე ენტროპიის მაქსიმალურ დონეს მიაღწევს ოდესღაც როცა იქნება. შენ არ იმას ამბობ, რომ მაგაზე მე რომ ათვევს ეს ცეცხლი რო ჩავაქრო, ეგ ენერგია არ დაიკარგება, მაგრამ იქამდე მივარო, მე ვეღარ გამოვთვალე და გამოყენებადი აღარ იქნება. Yes, bro, yes. ხო, მაგრამ ეხლა მე რომ ამას გეუბნები, ხე არის უბრალოდ მეტაფორულად გეუბნები, თორე ზოგადად სხვა რაღაცებში ეგრე არის. ანუ ენერგია ეს ცეცხლი აინთოს, ცეცხლი ეს ყوار ინთება უბრალოდ. რაღაც ენერგია იხარჯება რომ ეგ ცეცხლი აინთოს და ეგ თუ ცეცხლს ჩავაქრობთ, ის ენერგია აღარ დაიხარჯება, რაც ცეცხლის ასანთება გჭირდებოდა. ბიჭო, ანუ ცეცხლი რო ანთია უკვე ენერგიაა ეს გესმის ანუ წინა პროცესი ხო მაგრამ ეგ ცეცხლის ენერგია რო წარმოიშვა სხვა რაღაც ჭირდება ეს ხო ჩდება უბრალოდ არა ხო ეგ კიდე ეგ მაშინ ანუ ეგ არგუმენტი რომ მოყავს ეგ კიდე პრობლემას ეხა შენ თაღიარებ რომ ენერგიას ჭირდება შემქმნელი საერთოდ მაგას იძახი და მე მეგონა ენერგიის მუდმივობის კანონს აწვევოდი მე მეგონა შენ აწვევოდი რომ ენერგიის მუდმივობის კანონიდან აწვევოდი რომ ენერგია ყოველთვის არსებობდა შენ თუ ვიძახი რომ ენერგია შემქმნელი ჭირდება პირდაპირ აღიარებ რასაც მე ვიძახი იმას რომ ენერგია შემქმნელი კი არ ჭირდება რომ ჭირდება რაღაცა გამომწვევი მიზეზი და გამომწვევი მიზეზი შემოგიყვება მე შეხი ეს მეორე სახელია ნახე ჩვენ მეორე სახელს ვიძახით მივხვდი ხო მივხვდი რა სამყარო ღმერთი გამომწვევი მიზეზი უნივერსის მაგრამ ღმერთის გამომწვევი მიზეზი რა არის ხო და აი ნახე ღმერთი როგორი გამომწვევი მიზეზია ნახე ისეთი გამომწვევი მიზეზია რასაც გამომწვევი მიზეზი არ ყავს ეხლა რა ანუ უსასრულოა ხო უსასრულოა ეხლა ან უსასრულო მოდი ცოტა შევცვალო თერმები რა ან უსასრულო არის ან უფრო მარადიული ანუ სულიყო არ ჭირდებოდა არასოდეს არ ხო აი ანუ მაშინ
თუ შეიძლება რომ მაგალითად ღმერთი იყოს უსასრულო, რატო არ შეუძლია რომ სხვა რაღაცას იყოს უსასრულო და მაგალითად თუ ერთი ღმერთი არსებობს, ორი ღმერთი იყოს. არა, ნახე, ორი ღმერთი ვერა, მაგრამ მე არ ვამბობ მაგას გეტყვი რატო. ანუ მე არ ვამბობ რომ სხვა რაღაცას არ შეუძლია იყოს უსასრულო რა. როგორ არ შეუძლია? ანუ შეუძლია, მაგრამ თემა ეგ არის რომ ანუ ევიდენსი არ გვაქვს რომ სხვა რამე იყო უსასრულო. მაგალითად ჩვენ გვაქვს ევიდენსები მატერიალური სამყაროს უსასრულობის წინააღმდეგ და ღმერთსაც შეეხება. ყველა ვარიანტში რაღაც ხო უნდა იყოს უსასრულო. ხო? არა. რა როგორ კი უნდა იყოს ყველა ვარიანტში რაღაც უსასრულო, იმიტომ რომ ჩვენ თუ ისეთ რაღაცამდე არ მივედით, რასაც თვითონ აყავს გამოწვევი მიზეზი, მივდივართ უსასრულო რეგრესში, ანუ მაშინ გამოდის რომ ოდესღაც არაფრიდან რაღაცას დაუწყი არსებობა და არა. არა, არ ქონდა სიწყისი. ანუ ხო, ძალიან ვერ აღიქოს, მაგრამ რაღაც შეიძლება უსასრულო იყოს. ეს ვერ აღიქოს, მაგრამ აშკარად არის რაღაცები. თქვენ ვაღიარებთ რომ რაღაც, ანუ ვიღაც ყველა ვარიანტში უნდა იყოს უსასრულო, ხო? თორე ვერაფერი ვერ იარსებებდა სამყაროში და ანუ უნდა ვთქვათ ჩვენ რომ სამყარო არის, უნივერსი არის უსასრულო, ანუ უნდა ვთქვათ რომ ის ვინც უნივერსი გამოიწვია, ის არის უსასრულო და ხო, ნუ რომელი უფრო რაციონალურია, მაგასე მსჯელობთ ამ შემთხვევაში და მე მგონი ის რაციონალურია, ვინც გამოიწვია უნივერსი, ეგ იყოს უსასრულო ვიდრე უნივერსი. მე ამთად ათეისტია რომ მე უფრო აგნოსტიკი არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ანუ რეალურად ანუ რა გამორიცხავს იმ ფაქტს რომ შეიძლება უნივერსი უსასრულო იყოს ისე როგორც ღმერთს არის უსასრულო. აი გითხარი რა, უნივერსი უსასრულო რო იყოს, იქნებოდა მკვდარი. პირდაპირ მნიშვნელობ თერმოდინამიკულ სიკვდილში. რასაც მეორე კანონი ამბობს და უნივერსი აი მაგას გიხსნით ეწევა ფილოსოფიური არგუმენტი გითხარი ესეთი რომ ანუ უნივერსი თუ უსასრულოა, გამოდის რომ სამყაროს აქვს უსასრულო წარსული. ანუ დღევანდელ დღემდე რომ მოსულიყავი, უნდა გადაგელახა უსასრულო რაოდენობის წარსული მოვლენები. აი ხა წარმოგიდგენე, მესამე კიბეზე რო იდგე და ვიღაცამ რო გითხრას რომ უსასრულო რაოდენობის საფეხურებით ადი ზემოთ. სად ახვალ, ვერსად ვერ ახვალ, ხო? საქმე არის იმაში, რომ უსასრულო რაოდენობის წარსული მოვლენები უნდა გასულიყო უკვე. ანუ სამყარო უნდა იყოს უსასრულო ძველი. ანუ ხო ეს უსასრულო ძველი თუ არის, უსასრულო მაგას ნიშნავს, რომ უსასრულო არის რაც არის, ხო ეგრეა? ხო. და ანუ გამოდის, რომ სამყაროში უკვე მომხდარი არის უსასრულო რაოდენობის მოვლენები, ხო ასეა? ანუ უსასრულო. კი. უსასრულო რაოდენობა. და აწმყომდე რომ მიხვიდე დროის ნებისმიერ წერტილამდე მისასვლელად არის უნდა გავიდეს უსასრულო რაოდენობის წარსული მოვლენები და როგორ გავა უსასრულო რაოდენობის წარსული მოვლენები. ანუ როგორ შეიძლება უსასრულობის გადალახვა მატერიალურ სამყაროში? ეს ხო ანუ აბსურდია, როგორ შეიძლება უსასრულობა გადალახო, ხო? აი მათემატიკაშიც კი უსასრულობა ხო, მათემატიკური რიცხვი ხო არ არის, ეს არის აბსტრაქტული მათემატიკური ტერმინი, რომელსაც აიყენებენ იმისთვის, რომ რაღაცა დიდი რაოდენობის რიცხვი რო ეზარება ვინმეს ან ძალიან დიდი როა, ეგ პროსტა აღნიშნოს, თორე უსასრულობას არ აქვს ეს მატერიალური და რაღაცა და უსასრულო, ანუ პარადოქსულია, ეგრევე პარადოქსული რეალობა იქნებოდა. ანუ შენ არ გჯერა უსასრულობა არსებობს. მე მჯერა რომ უსასრულობა არსებობს, ოღონდ არამატერიალური ფორმით. ანუ შენ გჯერა რომ უსასრულობა არსებობს დროს და სივრცის მიღმა. ხო, აი ტრანსცენდენტალურია უსასრულობა. აი და ანუ შენ გჯერა რომ მაშინ ღმერთი არის დროს და სივრცის მიღმა. კი, ღმერთი. აი და თუ ერთი ღმერთია, მაგრამ არა, ეგ მაშინ სივრცეში არ არის, იმიტომ რომ სივრცეში 1 და 2 არ არსებობს სივრცეში, ანუ არ არის სივრცე და რა 1 და 2. ხო, სივრცე ვაფშე არ არის, ანუ სივრცე ვაფშე არ არის ღმერთი, სივრცე არც იყო რა, ღმერთი რო არის და რო არის, სივრცე არც იყო, სივრცე მე ღმერთმა შეიქმნა პროსტ. ანუ შენ იმას ამბობ რომ ან უნივერსი მაგალითად იმიტომ არ შეიძლება რომ ეგ არსებობდეს, უბრალოდ რომ არაფერი არ აწოდიდეს ასე ვთქვათ ენერგიას, იმიტომ რომ უბრალოდ რომ ესე იყოს, აი მაგალითად ეგ იმიტომ შეადარი, ანუ ცოცხლი. ხო, yes, ბიჭო, აი ხედავ ხანდახან მოისა, რა უკვე გაიგე, რასაც გეუბნები. ხო, მაგრამ ანუ ეხლა ამ შემთხვევაში უნივერსის ენერგია და ცეცხლი ხო არის და ან უნივერსი არის ოთახი მაგ შემთხვევაში. Yes, bro. ხო, მაგრამ ან ენერგია რა აწევდეს და ის ენერგია იფორტება და ხო, ცეცხლი და ოთახი, აი შედარება. ყველა პლანეტა რაც არსებობს შეიქმნა ვაკუუმში თავისით. ხო, თავისით. ანუ ნეო, ეგ წესი არ მისწავლი, ანუ ეგეც წესია, რომ რა თუ ენერგია არის და მაგალითად ოთახში ჩააქრობ, გაქრება? არ გაქრება. ანუ არ გაქრება, მაგრამ ხო, ანუ ხო. გამოყენებადი აღარ იქნება. დისპერსირდა, ანუ ხო ხდება, ანუ დისპერსირდა ნიშნავს, ხო რა დისპერსია, ანუ გამოყენების ფორმა აღარა აქვს, ანუ ნაკლებად გამოსაყენებელ ფორმაში გადავიდა რა. და ანუ შეიძლება რაღაცა წყარო უნდა იყოს ენერგიის
რაც სულ გვაძლევს, ენერგიის წყარო კი უნდა იყოს ყველა ვარიანტში, ანუ ენერგიის შემქმნელი, მაგრამ ეხა ეს არგუმენტი მაგასთან არ არის კავშირში. ეს არგუმენტი არის კავშირში იმაზე, რომ სამყარო რო უსასრულო იყოს, ეს უნდა იყოს მომხდარი, ანუ უსასრულო დრო თუ არის გასული, მაშინ ენერგია უნდა იყოს თერმოდინამიკული წონასწორობა უკვე სამყაროში. ანუ რას გეუბნები, ნახე? ანუ წარმოიდგინე ეგ მეთქი რა, ბატარეა, რომელიც ჯდება, ანუ ენერგიას კარგავს, ანუ ჯდება. თუ ბატარეა ჯერ კიდევ მუხტი აქვს, ეგ ნიშნავს, რომ უსასრულო დრო არ გასულა, თორემ მუხტი აღარ იქნება, ანუ ენერგია ვაფშე აღარ იქნება. თუ მუხტი აქვს, ანუ ჯერ უსასრულო ძველი არ არის ეგ ბატარეა, ხო? ანუ დასაწყისი ახ ამ ბატარეას და ოდესღაც დამუმთავრდება ენერგია რა, როცა დაჯდება. ეგრეა სამყაროც რა, ჯერ დამჯდარი არ არის, უფრო მარტივად რო ახსნა. და რადგან ჯერ დამჯდარი არ არის, ეგ იმას ნიშნავს, რომ უსასრულო ძველი არ არის. უსასრულო ძველი თუა დამჯდარია, დამჯდარი უნდა იყოს. ხო მიხდი ეგ არგუმენტი.